თემა რეზიუმე სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. რამდენიმე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივად მიმართა გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაეროს სპეციალურ მოხსენებლებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოში მიმდინარე დემონსტრაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებათა სავარაუდო მძიმე დარღვევებისა და ქიმიური ექსპერიმენტული საშუალებების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებითო ამის შესახებ მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, ისინი მოუწოდებენ ამ ორგანიზაციას და მის გენერალურ დირექტორს გამოიყენოს საკუთარი მანდატი და განიხილოს ფაქტების დადგენის და საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა. ასევე ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა კოალიციამ ცვლილებისთვის. ჩვენი ამოცანაა და პასუხისმგებლობა, რომ არც ერთი საერთაშორისო ხვრელი არ დავტოვოთ ივანიშვილისთვის გასაძრომად. ასევე გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი, რათა ივანიშვილმა და ყველა ბრალეულმა პირმა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ პასუხი აგოს მაღალპროფესიული დამოუკიდებელი საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე. ეს არის პოლიტიკური კლასის პასუხისმგებლობა და ჩვენ მას ვახორციელებთო, განაცხადა გიგა ლემონჯავანს კოალიციას ცვლილებებისთვის წევრმა. კოალიციამ ცვლილებებისთვის მიმართა 9 საერთაშორისო ინსტანციას და მათი მოთხოვნა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება ადამიანის სისტემურ წამებაზე და ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები სწორედ ამ კოალიციის წევრები იქნებიან, თინათინ ბოლოკაძე და მარიკა არევაძე, რომელთაც მივესალმებით. გამარჯობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ვიდრე თქვენთან გადმოვალ შეკითხვით ამ თემაზე, მანამდე წავიკითხავ სულ ბოლო ინფორმაციას, რომელიც თქვენი კოალიციის ერთ-ერთ ლიდერთან დაკავშირებით, ზურა ჯაფარიძესთან დაკავშირებით გავრცელდა. იცით, რომ ზურა ჯაფარიძე რამდენიმე დღის წინ გამოუშვეს ციხიდან, თუმცა მის წინააღმდეგ ჰაერში დაკიდებულია ერთი საქმე, საკმაოდ მძიმე ბრალდებით, ეს არის საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობა და ასე შემდეგ. და ზურა ჯაფარიძემ დაწერა, რომ დღეს 19 საათსა და 30 წუთზე ჩამინიშეს პროცესი. გირაოს ითხოვენ და პროცესი წესი თებერვალში უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღეს ჩაუნიშნეს. რა ხდება? მოდი მარიკა თქვენგან დავიწყოთ, რისი სიგნალია ეს ხელისუფლების მხრიდან? მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკავშირდება ყველაზე მტკივნეულ წერტილს, რომელიც აწუხებს ოცნებას ამ შემთხვევაში და ეს არის სწორედ ქიმიური იარაღით სავარაუდო მოწამვლის საქმე საკუთარი მოსახლეობის, ხომ? იმიტომ რომ ჩვენ დღეს გვქონდა, როგორც თავში აღნიშნეთ, ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია და ჩვენ დაახლოებით 3000 გვერდიანი, ასე თქვა, თავისი მტკიცებულებებით მასალები დაუგზავნეთ არაერთ უწყებას და არაერთ სტრუქტურას საერთაშორისოს და ნიშანდობლივია ორი რამე ამ მიმართულებით. პირველი ის, რომ აღნიშნულ ღონისძიებაზე არც ერთი სახელმწიფო მედია საშუალება არ იყო წარმოდგენილი, ისინი მოწვეულნი იყვნენ და არ მოვიდნენ. ეს მიუთითებს ერთ რამეზე, მხოლოდ და მხოლოდ, რომ ეს არის ის თემა, რომელიც არ უნდა ოცნებას, რომ ზედაპირზე იყოს და რომელიც არ უნდა რომ საერთოდ ვინმეს ყურამდე მივიდეს და საზოგადოებაში, ასე თქვა, აქტიურად იტრიალოს და მეორე. კი, უნდათ რომ დასრულდეს და ნიშანდობლივი რატო აღნიშნე, რომ პირველი რომ ისინი არ იყვნენ წარმოდგენილები და მეორე 3 საათზე ჩავატარეთ ეს პრესკონფერენცია და სულ რაღაც 3 საათში ზურა დაიბარეს სასამართლოში და ითხოვენ აღკვეთი ღონისძიების და ჩატარებას. განცხადებას უკავშირებთ? რა თქმა უნდა, ჩვენ ცხოვრობთ ისეთ პერიოდში საქართველოში, როდესაც სწორი პოლიტიკური ნაბიჯები არის დასჯადი. ხალხის სასარგებლო ნაბიჯები არის დასჯადი და ეს არის მორიგი მაგალითი. რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკოსები ჩვენს და მათ შორის ზურაც მზად არის ამისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ რომ შევხედოთ, წარმოიდგინეთ მისი არასრულწლოვანი ბავშვების მდგომარეობა, როდესაც სულ რაღაც 2 დღეა მამა თავისუფლებაზეა უკანონო პატიმრობის შემდგომ და დღეს ისევ სასამართლოში იბარებენ. ეს რა თქმა უნდა მორალისგან სრულიად დაცლილია ოცნება, მაგრამ სამართლებრივ ნაწილშიც არის აბსოლუტურად უარგუმენტო. რა თქმა უნდა, ეს არის გაფრთხილება, გადადგავს სწორნაბიჯებს, რომელიც მე მას უსტებს.
იცოდე რომ დაისჯები და ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალია სასამართლოში სამართალს ვერ იპოვი მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას რომელიც სურს რეჟიმს. კი ბატონო, თინათინ უშუალოდ ზურას პარტიას წარმოადგენს გირჩი მეტი თავისუფლება, შენ რა კომენტარს გააკეთებ ამ დაბარებასთან დაკავშირებით? კი, ველოდებოდით ზოგადად რომ მალე შეიძლება დამდგარიყო ეს მომენტი, ვიდრე ის ორი თვეა რავადაშიც ქართულმა ოცნებამ გადაწია ეს პროცესი. ზოგადად ეს გამოშვებაც ზურა ჯაფარიძემ რომ ახლა დატოვა საპატიმრო, ზუსტად ამას ნიშნავდა, რომ ცოტა ხანი იგებ თავისუფლების გემო და თუ ისევ გააგრძელებ იგივენაირ ბრძოლას, მაშინ ნებისმიერ მომენტში მე მაქვს კონტროლის მექანიზმი, იმით რომ როცა მინდა, მაშინ გაგაჩუმო და ამონ გაყოფინა თავი ციხეში. ხო, ეს საქმე. თან ეხლა ეს არ არის რა ისევ რამდენიმე თვიან პატიმრობას, ხო, მაგალითად 7-დან 15 წლამდეა საუბარი. 15 წლამდე არის მუხლი, რომელიც მიყენებული აქვს ამ პოლიტიკოსებს ყველას ფაქტობრივად, ხო? და მათ შორის ესეთი საქმეა ახლა ქიმიური იარაღის საქმე, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას არ აწყობს, რომ ვინმე ლაპარაკობდეს ქიმიურ იარაღზე. ისინი უამრავ ფულს ხარჯავენ პროპაგანდისტულ მედიებში, რომ ეს თემა უბრალოდ გააქრონ პოლიტიკური სივრციდან. იმიტომ რომ ეშინიათ ეს არის ყველაზე საშიში რამე, რაც აქამდე ჩვენ არ გამოგვიცდია ყოველ შემთხვევაში თანამედროვე ისტორიაში ჩვენ არ გვინახავს ასეთი ფაქტი, როცა საკუთარმა მთავრობამ, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა და ამას შეიძლება მოყვეს ძალიან რთული შეფასებები და ასევე რა თქმა უნდა სანქციები ქართული ოცნების წარმომადგენლების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ამ საქმეზე. შესაბამისად, დღევანდელი ამბავიც მას მერე რაც ჩვენ 9 საერთაშორისო სტრუქტურას მივმართეთ, ბუნებრივი იყო რომ ქართული ოცნების გამოხმაურება ამაზე იქნებოდა როგორღაც და საღამოს უკვე ვნახეთ რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ზურა ჯაფარიძეს შეატყობინეს რომ დღეს ვის ნახევარზე აქვს სასამართლო. კი, უბრალოდ ჩვენ მაყურებელსაც რო უთხრათ, არ არის ეს საპატიმრო გირაო, არასაპატიმრო გირაო. ჯერ დაჭერას არ ითხოვენ. ჯერ დაჭერას არ ითხოვენ, თუმცა მას მისცემენ 30 დღიან ვადას, ვადაშიც უნდა დაფაროს რაღაც კონკრეტული რაოდენობის თანხა, რომელსაც საღამოს ალბათ გავიგებთ სასამართლოს შემდეგ. ხო, ნუ რამდენს მიურჩიან, ხო? და ზოგადად როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ ვითარებაში პოლიტიკური საქმიანობა? წარმოგიდგენთ, პოლიტიკური ლიდერი გამოვიდა ციხიდან და მას დაახვედრეს ახალი საქმე, რომელიც აღძრული არის იმის გამო, რომ აი რატო ითხოვდა ჩვენ ოპოზიციას სანქცირებას, ჩვენ ხელისუფლების წევრების და რატო რაღაც საზღვარგარეთ რატო დადიოდით და გვაკრიტიკებდით, რომ მე რამდენჯერმე გავიმეორე ხა სააკაშვილის პერიოდის დროს მთელი ოპოზიცია დადიოდა საზღვარგარეთ და აკრიტიკებდა და ივანიშვილი წერილებს ვაშინგტონ პოსტში აქვეყნებდა სააკაშვილის წინააღმდეგ და მაშინ ყველა მოღალატე და საბოტაჟნიკი გამოდის უკაცრავად რუსული სიტყვისთვის, მაგრამ ნუ კარგად გამოხატავს იმ ბრალდების არსს, რაც საუყენეს და შესაბამისად მაინტერესებს თქვენ აი ამ სიტუაციაში როგორ წარმოგიდგენიათ პოლიტიკურ საქმიანობა ყველა ლიდერი რომელიც გამოვა ციხიდან იძულებული მის თავზე კიდია 15 წლიანი მუხლი. და ლასტიშავს ეს თუ აქტიურებ ბოდიში, მაგრამ მოგიძებს უკან ციხეში შესვლა. აი ამ ვითარებაში ორივე საზრი მაინტერესებს, ხო თინა შენგან დავიწყე. ხო, მე ხშირად ვამბობ ხოლმე ამ წინადებას, რომ ამ ბრძოლა როგორც კი დავიწყეთ, პოლიტიკური პარტიების სოციალურ მედიის მენეჯერებსაც კი ქონდათ გააზრებული, რომ უბრალოდ რაღაცის დაპოსტვისთვის, რადგან ისინი სოციალური მედიის მენეჯერები არიან, ისინიც კი შეიძლება გამხდარიყვნენ ქართული ოცნების სამიზნე. ამიტომ ეს ძალიან კარგად აქვს ყველას გააზრებული, რომ ნებისმიერი ჩვენი აქტივობა შეიძლება დასრულდეს ციხემდე. და მეტიც ეს რაღაც ციხის რომანტიზირება არ მინდა, თუმცა ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, რომ ყველაზე პატრიოტი და ყველაზე კარგი ადამიანები, ვისაც საკუთარი ქვეყანა უყვარს და საკუთარი მომავლისთვის იბრძვის, ახლა ისინი გამორჩეული ადამიანები არიან ციხეში და ისტორიაში ეს მომენტი დარჩება ეგრე, რომ ვინც ყველაზე აქტიური იყო და ვინც ყველაზე მეტად იბრძოდა და ყველაზე პატრიოტი იყო, მათ აღმოყვეს თავი ციხეში. თუმცა ამის მიუხედავად არსებობს ანუ ორი არჩევანია ზოგადად. რას ვაკეთებთ? ან ვჩერდებით და
ვამბობთ, რომ ქართულმა ოცნებამ გვაჯობა ყველაფერში და ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე წელში ქვეყანას უბრალოდ ვკარგავთ და საქართველო აღარ არსებობს, როგორც საქართველო, ან მაინც ბოლო წუთამდე ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს ბრძოლა მოვიგოთ. მე მგონია, რომ პოლიტიკური ცხოვრებაც, ან პოლიტიკური პარტიების ცხოვრებაც, სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაც ამ გზით უნდა იყოს მიმართული, რომ ერთი ადამიანიც კი თუ არის დარჩენილი, რომელიც აპროტესტებს, რომელიც იბრძვის, მაშინაც კი არის შანსი, რომ ეს ამ ბრძოლას გამარჯვებამდე მივყავდეთ და გამარჯვება დავიმსახუროთ. ამიტომ მგონია, რომ ყველა ვარიანტში პოლიტიკური პროცესის წარმართვა ძალიან რთულდება, ხო, ეგეთ ვითარებაში, ხა. პოლიტიკური ცხოვრება ისედაც აკრძალულია, კარგი ხანია. ხო, ხალხი ითხოვს, რომ მაგალითად დაგვანახეთ ალტერნატივა, რაღაც გაერთიანება, ლიდერი, მაგრამ რაირად უნდა მოხდეს. ალტერნატივა თუ ყველას როცა მომდება ხელისუფლება, მაშინ ციხეში ზოგადად ახლა ყველაზე რთული რის წინაშეც ვდგავართ არის შიში საზოგადოებაში და საზოგადოების შიშის ალტერნატივა როგორ შეიძლება ეს შიში დავძლიოთ არის ერთიანობა და ერთობა. ამიტომ ვინც არ უნდა დაიჭირონ, ყოველთვის იარსებებს ერთი ადამიანი მაინც, რომელიც რაღაცა სახის ერთიანობაზე ილაპარაკებს და რაღაცა სახის ერთიანობისთვის იბრძოლებს და მე მგონია, რომ ყოველთვის ასეთ რთულ ბრძოლებში გამოსავალი არის არა როგორც რუსეთში ყავს პუტინს ოპოზიცია პარლამენტში, რომელიც სინამდვილეში სისტემური ოპოზიცია, არამედ რეალური ბრძოლა და იმის მიუხედავად, რომ ამ ბრძოლას შეიძლება ციხემდე მიყავდეს პოლიტიკური ლიდერები, ყველას ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული, რომ დანებება ნიშნავს ამ ქვეყნის დაკარგვას. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ ამ ერთიანობისთვის. ეს ასეთი არჩევანი უდგას, ხო? პოლიტიკურ სპექტრს იმ ხალხის ქუჩაში დგას. ან დანებება, არ დანებება, მაგრამ იმისთვის, რომ გამარჯვებისთვის კენ წახვიდე და არჩევანი კონდეს გამარჯვება თუ წაგება, მაშინ ცოტა მეტი რამე არის გასაკეთებელი და აი ეს მეტი რამე ასეთ ვითარებაში როგორ უნდა გააკეთო? პოლიტიკური პროცესი პირველ კითხვას დაუბრუნდები, ხო, როდესაც ახსენე, როგორ უნდა წარმართოთ პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური საქმიანობა განსაკუთრებით მაღალი რისკის გახდა ამ შემთხვევაში უკვე ჩვენს ქვეყანაში და ავტოკრატიაში და დემოკრატიაში არის კი ეს განსაკუთრებით მაღალი რისკის არის ნამდვილად, იმიტომ რომ უბრალოდ ესე იგი თუ კი არ მოეწონება რეჟიმს, შენი საქციელი, შენი პოლიტიკური ნაბიჯები, რასაც დგამ და რა თქმა უნდა არ მოეწონება ის რომ არ თანამშრომლობთ, ის რომ თანმიმდევრულები ვართ, ის რომ ვებრძვით და ვასუსტებთ, რა თქმა უნდა არ მოეწონება და პირდაპირ გეუბნება, რომ თუ კი არ მომეწონება, მე შენ დაგიჭერ. შენ მოგიწევს ჩემს მიერ მართულ სასამართლოში სამართლის პოვნა, სადაც ვერ იპოვი სამართალს და დადგება ის განაჩენი, რასაც მე გეტყვი. მე მოგიწევს თვეობით, ან წლობით ციხეში გატარება შენი თავისუფალი დროის, უბრალოდ თავისუფლებას აღგიკვეთავთ. მოწყდები არა მარტო შენ საქმიანობას, არამედ ოჯახს, ახლობლებს, თან სრულიად უსაფუძვლოდ. და აი ამ რეჟიმში გვიწევს ჩვენ ბრძოლა, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის ადამიანები, ვინც ამ ბრძოლაში ვართ ჩართული, ერთმანეთს უნდა ვაძლიერებდეთ და ერთმანეთს უნდა ვამაგრებდეთ. ერთმანეთის, ასე ვთქვათ, ზურგი უნდა ვიყოთ ნებისმიერ სიტუაციაში. კი, მაღალი რისკის საქმიანობაა ნამდვილად და განსაკუთრებით მაღალი რისკის, მაგრამ ეს არის ის საქმიანობა, დღეს გამძლეობაზე გადის, ასე ვთქვათ, ჩვენი გამარჯვება. იმიტომ რომ არ თანამშრომლობას მოაქვს მათი სისუსტე და თანმიმდევრულობასაც მოაქვს მათი სისუსტე, მაგრამ ეს სისუსტე ჯერ არ ჩანს გარეთ, ხო? ჩვენთან ყველაფერი ღია არის, ხელის გულზეა, ყველაფერს ხედავს. ჩვენ ვერ ხედავთ იქ რა ხდება, იმიტომ რომ არ არის გამჭვირვალე პროცესები. უნდა გავუძლოთ. ერთს დაიჭერენ, მეორე იქნება ბრძოლის ველზე და ასე ვერ შეგვაშინებენ, ეს არის მთავარი. აი მაგალითად რო ავიღოთ მას შემდგომ, რაც მე აქტიურად ჩავერთე იგივე ამ მოწამვლის საქმეებში და ვაგროვებ მონაცემებს, ადამიანები, არაერთი ადამიანი მიკავშირდება, ათეულობით ადამიანი დამიკავშირდა, რომელიც მონაცემებით უკვე მაქვს და ვამუშავებ. ანგარიშიც მაქვს ამაზე, პირველადი ანგარიში ეს არ არის საბოლოო ანგარიში, თუმცა გარკვეული მნიშვნელოვანი მიგნებები ამ პირველად ანგარიშიც არის, მაგრამ რისი თქმა მინდა, როგორც კი მოწამვლის საქმეს ამ სავარაუდო საკუთარი მოსახლეობის სავარაუდო მოწამვლის საქმის ასე ვთქვათ რაღაცა კუთხით სათავეში აღმოჩნდი, რომელმაც ითავა თუნდაც სამართლებრივი ნაწილის წარმართვა, კი, მე მოხვდი დარტყმის ქვეშ და ასე ალბათ ბევრი დარტყმა მელოდება წინ, მაგრამ ამისთვის მგონია რომ მზად ვარ და ვაპირებ რომ ბოლომდე გავიტანო ეს საკითხი.
არა გამოავლენს ყველაფერი აბსოლუტურად გამოვლინდება, მაგრამ დარტყმის ქვეშ მოვყევით და ვართ კი ნამდვილად პოლიტიკოსები განსაკუთრებით, ვინც სწორგზაზე დგავართ და ვინც ახსენეთ ხო ის თემა რითიც დავიწყე, რომ კოალიციის მშრომელებში მიმართა 9 საერთაშორისო ინსტანციას და მოთხოვნა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება სისტემურ წამებაზე და ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. ხო, მე ძალიან სწორი მგონია, როცა იქ მარტო ქიმიური იარაღი არ არის, არამედ იმიტომ თემა და თითქოს ისე გავატარეთ, ყველაფერი აქცენტი გადავიდა ქიმიურ ნივთიერებებზე და კამერების ხალხის ცემა, პოლიტიკოსების ცემა, სახთან დახვედრა, შიგნით ასე ვთქვათ, მანქანებში და პატიმრებულების ცემა თითქოს ამან მეორე იმაზე გადაიწია. ლამის მკვლელობის მცდელობა ხო ჟურნალისტებთან დაკავშირებით რაც მოხდა, უკანონო დაჭერები. რომელ ორგანიზაციებს მიმართეთ? კი ბატონო, სისტემური დანაშაული ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიდის უკვე წლების განმავლობაში, მაგრამ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ძალიან დაჩქარებული ტემპით და მასიურად მიდის აბსოლუტურად და ბუნებრივია ამას ემატება უკვე სავარაუდო მოწამვლის ამბავი და ამის ფარგლებში ჩვენ მივმართეთ რამდენიმე სტრუქტურას, საერთაშორისო სტრუქტურას, ეს არის გაეროში 5 სპეციალურ წარმომადგენელს მივმართეთ კონკრეტული სფეროების მიხედვით, რომელიც უკავშირდება როგორც სავარაუდო მოწამვლის ამბებს, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, გამოყენებულ დანაშაულებრივ ქმედებებს, ასევე სისტემურ ძალადობას და წამებას და ასე შემდგომ, ასე ვთქვათ, გაეროს ფარგლებში 5 სპეციალურ წარმომადგენელს მივმართეთ ასევე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ევროსაბჭოს წარმომადგენელს და EUTHOS შესაბამის ორგანიზაციებს და ეს არის ჩვენი მიზანი არის რომ მივაღწიოთ საერთაშორისო გამოძიებას და ეს აუცილებლად დადგება და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ პირველივე დღეს 1 დეკემბერს, როდესაც BBC-ს საგამოძიებოს ფილმი გავიდა, დოკუმენტური ფილმი გავიდა და ადამიანებმა მასობრივად დაიწყეს საუბარი მათ სიმპტომებზე, რაც დაემართათ სწორედ აქციაზე დარბევებში მოყოლის შემდგომ ჩვენ ნახეთ რომ სუსმა დაიწყო გამოძიება და დაიწყო გამოძიება ორი მიმართულებით, ხო? ეს ერთი იყო უფლებამოსილების გადამეტება, რომელიც ეგრეთ წოდებული კომიტეს სავარაუდო გამოყენებას შეეხებოდა და მეორე ეს არის უცხოურ ორგანიზაციებთან მტრულ საქმიანობაში თანამშრომლობა, ასე ვთქვათ. და ეს იყო პირდაპირ ნიშანი იმისა, რომ რეალურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელსაც თავის დანაშაულს, თავისი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულს არ გამოიძიებდა, მის მიზანს წარმოადგენდა ის, რომ ადამიანებზე მოეხდინა გავლენა, დაშინება, რომ აი, როგორც კი შენ ჯანმრთელობაზე იტყვი რამეს, გაასაჯაროებ ან ითანამშრომლებ საერთაშორისო გამოძიებასთან თუნდაც, მე შენ დაგიჭერ ან მე შენ რამეს დაგიშავებ. და ჩვენ რა ვნახეთ, 5 დღეში კომიტეს შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით შეწყვიტეს, დაასრულეს გამოძიება, რაც არის წარმოუდგენელი აბსურდი, მინიმუმ ჯერ იმდენი თანამშრომლის გამოკითხვა იქნებოდა იქ საჭირო შინაგან საქმეთა სამინისტროში, რასაც 5 დღე მარტო ვერ ეყოფოდა და მე 80-მდე ადამიანმა ბანალური ქურდობის საქმეს ვერ ასრულებდა 80-მდე ადამიანმა, რომელმაც მომართა, არც ერთი მათგანი არ არის გამოკითხული შინაგან საქმეთა სამინისტროში. თუ კი სავარაუდო დაზარალებულს არ გამოკითხავ, თუ კი რეალურად მტკიცებულებს, მაგრამ ეს არ იყო თავიდანვე მათი მიზანი. მათი მიზანი იყო ადამიანების დაშინება და თან ვითომ გამოძიება დაიწყეს. ოღონდ აქაც ძალიან შეცდენ, იმიტომ რომ 5 დღეში გამოძიების დასრულებით პირდაპირ ჩვენება მისცეს, რომ აქ ეფექტური გამოძიება არ იქნება, რაც უკვე ხსნის ხელფეხს იმისთვის, რომ საერთაშორისო გამოძიება მოხდეს. რამდენად შეიძლება რეალურად ჩაერთოს საერთაშორისო გამოძიება? კი, აბსოლუტურად რეალისტურია ეს და არის რამდენიმე სტრუქტურა, მხოლოდ 7 მექანიზმი არ არსებობს, არსებობს კიდე არაერთი მექანიზმი, არასამთავრობო სექტორის მანდატის ფარგლებში ისინი მიმართავენ, პოლიტიკური სუბიექტების მანდატის ფარგლებში ჩვენ გავაგრძელებთ მიმართვას, ამასობაში, როდესაც უკვე სრულად დავასრულებ, იმიტომ რომ დღესაც მიმდინარეობს ხალხის მომართვა ჩემთან, როგორც კი დავასრულებ ამ კვლევაზე, ანგარიშზე მუშაობას და მტკიცებულებებს სრულად შევკრავთ, ჩვენ ასევე ვუზრუნველყოფთ, რომ ეს ადამიანების საქმეები წავიდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ანუ არა მხოლოდ გამოძიების თვალსაზრისით, არამედ უფლებების აღდგენის თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ დღემდე ათობით ადამიანი მიუთითებს ერთგვაროვან სიმპტომებზე. ეს არ შეიძლება იყოს უბრალოდ დამთხევა, როდესაც ადამიანები იყვნენ სრულიად ჯანმრთელები და კონკრეტული მოვლენის შემდგომ ათობით ადამიანი, რომელმაც მე მომართა, მიუთითებს ერთგვაროვან სიმპტომებზე, ჯანმრთელობის გაუარესებაზე. მაგალითად, როგორიც არის სპაზმური ხველა, სუნთქვის უკმარისობა, გულის აჩქარება, წნევის ხშირი ცვალებადობა, როგორიც არის მხედველობის დაქვეითება, სმენის დაქვეითება,
იყო შემთხვევები პლევრიტის, პლევმონიის, თრომბისაც კი, ანევრიზმის, ოღონდ ესენი ცალკეული ერთეული შემთხვევებია, მაგრამ ძირითად შემთხვევებში მიუთითებენ აი სუნთქვის უკმარისობა, გახშირება, ასე თქვათ, და ესეთი სიმპტომები, რაც მე ანგარიში მაქვს აქტიურად გამოტანილი და მნიშვნელოვანი ერთ წინადადებასაც შევეხები, არა მარტო ის, რომ დანაშაული შესაძლოა უკვე ჩადენილი იქნა, ეს თუ იქნა ჩადენილი, განგრძობადია, იმიტომ რომ ადამიანებს დღემდე არ ეუბნებიან, რა სავარაუდო ნივთიერება იყო მათ წინააღმდეგ გამოყენებული, რაც მათ შესაბამისი მკურნალობის ჩატარების უფლებას ართმევს. ასე თინა, თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად ფიქრობთ, რომ რეალურად შეიძლება ამ საქმე ბოლომდე მივიდეს და საერთაშორისო ორგანოები საერთაშორისო სტრუქტურები დაინტერესდნენ, იმიტომ რომ ბევრს აქ განცდა, რომ ვერაფრის დამტკიცება ვერ მოხერხდება ასეთ სიტუაციაში. ზოგადად ჩვენ ამ ბოლო დროს ვნახეთ 2019 წლის გავრილობის ღავის გამოძიება და სასამართლოს დასკვნა ამაზე, სტრასბურგის სასამართლოს და ეს უკვე გვაძლევს იმის რაღაცნაირად იმედს, რომ ნებისმიერი ასეთი საქმე საბოლოო ჯამში არ დარჩება გამოუძიებელი საერთაშორისო მეგობრების მხრიდან. შესაბამისად, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ ფაქტზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობოებმა და პოლიტიკურმა სექტორმა თავისთავად თავის მანდატებში ყველანაირად მოქმედოთ ისე, რომ საკმარისი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ. ზოგადად, რამდენიმე პარლამენტი, რამდენიმე ქვეყნის პარლამენტი უკვე აქტიურად ლაპარაკობს იმაზე, რომ მათ სურთ ამ გამოძიებაში ჩართულობა და გარდა იმისა, რომ ამ კონკრეტულ ორგანიზაციებს, სტრუქტურებს მივმართეთ 9 სტრუქტურას, რომელშიც გაეროც, ეუთოც, ევროსაბჭო და ევროკავშირია, მათ ასევე აქვთ ის მანდატები, რომ თვითონ ერთის მხრივ უფლებამოსილება და მეორეს მხრივ ვალდებულებაც კი აქვს ზოგ შემთხვევაში, რომ მიმართონ სხვა სტრუქტურებსაც, რომ ეს გამოძიება დაიწყოს. შესაბამისად, მოლოდინი არსებობს, რა თქმა უნდა, იმის, რომ გამოძიება დაიწყება ამ საქმეზე, მით უმეტეს, როცა ასეთი სანდო BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტი უკვე არსებობს ამასთან დაკავშირებით. ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა სექტორმა თავისთავად იმუშაოს ამაზე, იმიტომ რომ ქართული ოცნების პირობებში არ არსებობს BBC-ზე თქვენს რომ იტყუებაო, ხო, ეგეც ხო ეს არის. ერთ დღეს როცა სხვა გამოძიებები იყო BBC-დან, მაშინ ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ყველაზე სანდო სწორედ BBC-ია, ესეც ხო პროპაგანდის ნაწილია. უბრალოდ იმის ფონზე, რომ ჩვენ ქართული ოცნების მხრიდან ვერ ვნახავთ გამოძიებას და ვერ ვნახავთ ვერც ერთ ადამიანს დასჯილს ამ საქმეებზე, ჩვენ გვჭირდება, რომ გქონდეს ცალკე გამოძიება, საერთაშორისო გამოძიება, რომელიც აუცილებლად გამოიძიებს ყველა ასეთ დანაშაულს, სისტემურ წამებასთან და ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში, როდესაც გავიმარჯვებთ და დავიბრუნებთ ჩვენს ქვეყანას, ყველა ასეთი ადამიანი, რა თქმა უნდა დაისაჯოს. აი, კამიტეს გამოყენებასთან დაკავშირებით უბრალოდ რამდენიმე ფაქტი მინდა შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს. ვთქვათ, ასეთი რამ არც არსებობდა და არც ყოფილა და კი ბატონო, BBC-ს სიუჟეტში არის საუბარი კონკრეტული კოდის ქვეშ არსებულ სავარაუდო ნივთიერებაზე, რომლის გამოყენებაც არის აკრძალული და მათ შორის დასახელებულია კამიტე, ხო? ეს იყო კამიტე თუ არ იყო, ჩვენ გვაქვს რამოდენიმე მოცემულობა, აი ფაქტობრივი მოცემულობა, ხო? პირველი, ის რომ ამ კოდის ქვეშ არსებული ნივთიერება იყო გამოყენებული, დაადასტურა თავად ქართული ოცნების პრემიერმა, ხო? და ეს უტყუარი ფაქტია, ამისი ჩანაწერებიც არსებობს. ის რომ ზოგადად ნივთიერების არსებობა ყოფილმა შინაგან საქმეთა სამინისტრმა ოცნების დაადასტურა, ესეც არის უტყუარი ფაქტი. მოქმედმა მინისტრმა რომ დაადასტურა გარკვეული ნივთიერების გამოყენება და ასევე გამხსნელის გამოყენება, ესეც არის ფაქტი. ასევე არის ფაქტი, რომ ათეულობით ადამიანი მიუთითებს ერთი და იგივე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფორმებზე და სიმპტომებზე სწორედ ამის შემდგომ. აქ არის მნიშვნელოვანი, კამიტე იქნება ეს თუ სხვა რომელიმე ამ კოდის ქვეშ, ან სხვა კოდის ქვეშ თუნდაც არსებული ნივთიერება, ფაქტია, რომ სავარაუდოდ ან იმხელა კონცენტრაციით იყო გამოყენებული, ან გამხსნელი იმდენად არასწორად იყო გამოყენებული, რომ გამოიწვია ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება, რაც დიახ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი კითხვებით ხო ვერ ვიტყვით ჩვენ კამიტე იყო თუ არ იყო, თვითონ არ ამბობენ. ამას ჭირდება საერთაშორისო გამოძიება, მაგრამ კამიტე იყო თუ რაღაცა X-ი, იყო ისეთი ნივთიერება, რომელმაც გამოიწვია მაღალი ალბათობით მოსახლეობის მოწამლა. რაღაცას ამბობდი და მე ვამბობდი, რომ ჩემი აზრით არც კი იციან რა იყო იმდანად
გაუთვითცნობიერებლად უბრალოდ გააკეთეს ეგეთი რამე და მე აღმოაჩინეს ალბათ თურმე რა გამოუყენებიათ. სწორედ მაგიტომ იყვნენ ასეთი დაბნეულები პირველივე დღიდან, რომ ხან ამტკიცებდნენ, რომ არაფერი არ შეუსხავთ და არაფერი გაურევიათ იმ წლის ჭავლში და მეორე დღეს უკვე კი არა და იმავე ბრიფინგზე უკვე დაადასტურა ყობახიძემ, რომ თურმე გამოუყენებიათ რაღაც და შესაბამისად იმდანად არანაღვლებს ზოგადად ქართულ ოცნებას ადამიანის სიცოცხლე საერთოდ არ არსებობს ბიძინასთვის როგორც რაიმე ფასეულობა, რომ მათთვის არ აქვს მნიშვნელობა რა გამოიყენეს ქართული ხალხის წინააღმდეგ და ამ ქიმიური იარაღის ამბის გასკნობის შემდეგ ამაში კიდევ ერთხელ დავწმუნდით და მათ შორის საკუთარი ამომრჩევლები ახლა უნდათ რომ რაც შეიძლება მცირე დოზით იყოს ინფორმაცია ამაზე ხალხთან მისაწვდომი, იმიტომ რომ საკუთარი ამომრჩეველიც უბრალოდ ამბობს, რომ არ მიჯერა, რომ მსგავსი რამე მომხდარაო. და როგორც კი იცოდნენ ისინი, რომ გერთვები, მე მგონია, რომ კი არ იცოდნენ და მიზანმიმართულად აკეთებდნენ. უბრალოდ ეს რომ გამოაშკარავდა, ამან გამოიწვია დაბნეულობა, როგორ მოეხდინათ საკუთარი თავის გამართლება. ვერსია ბევრი შეიძლება არსებობდეს. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის, თინა თიმბოლოკაძე და მარიკა არევაძე, კოალიცია ცვლილებისთვის წევრები იყვნენ ჩვენი სტუმრები. შეგახსენებთ კოალიცია ცვლილებისთვის მიმართა 9 საერთაშორისო ინსტანციას და მოითხოვნით, რომ ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება ადამიანის სისტემურ წამებაზე და ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით და არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიმართავენ გაერო სპეციალურ ორგანოს ამ მოთხოვნით. ჩვენ გვაქვს რეკლამა, რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით. ბაკურ კვაშილავა იქნება თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი ლიდერი, ჩვენი სტუმარი. მაშასე ჩვენ დაბრუნდით ეთერში. ჩვენი დღევანდელი მშვიდობა არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგიაო. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო ძალიან სერიოზული მცდელობა გარე ძალების მხრიდან საქართველოს კვლავ ჩაერთოთ სამხედრო კონფლიქტში. ჩვენ შევძელით ჩვენი პრინციპული პოზიციით ეროვნული ინტერესების დაცვა და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება. ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი დღევანდელი მშვიდობა არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგიაო, თქვა მან. დაახლოებით იგივე უთხრა ელჩებს შალვა პაპუაშვილმაც, შეიძლება ითქვას, რომ სიტყვით გაიმეორა იგივე, ხა წაგიკითხავთ, რა თქვა შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს მიერ არჩეული მშვიდობის პოლიტიკა არ იყო სისუსტე და არც კონიუნქტურული გადაწყვეტილება, ეს იყო გააზრებული სახელმწიფოებრივი არჩევანი, რომელსაც ქვეყანა ყველაზე სახიფათო ეტაპზე გადაარჩინაო, თქვა შალვა პაპუაშვილმა. ელჩებს მიმართა მაკა ბოჭორიშვილმაც თქვა, მან ასეთი რამ გარე ჩარევები საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. შეუძლებელი არ აღნიშნო ყოფილი პრეზიდენტის მიერ შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებები და დიპლომატიური სამსახურისთვის შექმნილი სირთულეებიო, სალომე ზურაბიშვილის იგულისხმა ხალბატონა ბოჭორიშვილმა. მიმართა მიხეილ ყაველაშვილმაც ჩვენთვის ამოსავალ წერტილად რჩება რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება და თანასწორობაზე ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგიო, თქვა მან. ამ მთავარი თემები, რაზეც ისინი საუბრობენ, კვლავ არის მშვიდობა და სუვერენიტეტის დაცვა. ბაკურ კვაშილავა არის ჩვენი სტუმარი, თავისუფლების მოედნის წევრი, მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა გადაცემაში ვაბრძანებისთვის და პირველ რიგში მინდა კითხო ელჩების შესახებ, ხო? თქვენც ალბათ იცნობთ პირადად რა ზოგიერთ აი ამ ყველაფერს ისმენდნენ, განსაკუთრებით ახლა მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლა ნახეთ, ხო? კითხვაც კი გაუჭირდა, ტექსტის წაკითხვაც კი ამ ყველაფერს როგორ ფიქრობთ, ეთანხმებიან, რომ იქნებ მათაც მართლა ჯერათ, რომ ომში გვირთევდნენ და ეს იყო თავარი პოლიტიკა. არა მგონია. და ყველაზე კარგი პოლიტიკა რაც გაატარა ქართულს. არა, წარმოუდგენელი იქნება რომ ეს ასე იყოს, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე, რაზეც ქართული ოცნება საუბრობს, ეს არის მთლიანად გათვლილი საკუთარ ამორჩეველზე, რომელიც ჯერ კიდევ შეცდომაში შეყვანილი ყავს, ყოველ შემთხვევაში ასე გონია. იმიტომ რომ ფაქტია, რომ საქართველოს არავინ არ თხოვდა ნამდვილად ომში ჩათრევას, ან ომში ჩაყოლას, ან ომის წამოწყებას, იმიტომ რომ მე ვიტყოდი, რომ აი ყველაზე კარგი კანდიდატი ქვეყანა ამ ხრივ, რომელიც შეიძლება გამოსდგომოდა ევროკავშირს, აი მცირე ზომის, როგორიც არის საქართველო, ხო? იყო მოლდოვა, იმიტომ რომ მოლდოვაში არის განლაგებული რუსული კონტინგენტი, ამ დროს მოლდოვა არ ესაზღვრება თან რუსეთს. ანუ უფრო დაცულია ჩვენთან შედარებით. უფრო დაცულია ჩვენთან შედარებით და გაცილებით უსაფრთხოდ მიაყენებდა მძიმე დარტყმას რუსეთს.
რასაც ბუნებრივია რომ საქართველოს ვერ შეძლებდა რომ გაეკეთებინა და ჩვენ ვნახეთ რომ მოლდოვამ თან წარმოიდგინეთ რომ მოლდოვა არც კი იყო გამოსული ხო თანამეგობრობიდან ისე შეძლო ევროკავშირთან ურთიერთობების დაალაგება რატომ იმიტომ რომ მან თქვა რომ ის მზადა გადადგას ის ნაბიჯები დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით რაც უზრუნველყოფს მის გაწევრიანებას საბოლოო ჯამში ევროკავშირში ხო მოლდოვა რომელსაც წესით გაცილებით მეტი გამოწვევა უნდა ქონოდა იმიტომ რომ აი როგორც აცხადებენ ხოლმე ხო ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ის არც კი გამოსულა დსთ-დან ხო ამის მიუხედავად გამომდინარე იქიდან თუ როგორი განწყობა როგორი მიდგომა ქონდა ევროკავშირის არ მოსთხოვეს რა თქმა უნდა იმის გამო რომ რუსეთთან კიდე არ დაძაბდა ურთიერთობა ჩვენ რატო გადაგვეკიდნენ ხო ანუ წარმოიდგინეთ ჩვენ რატომ გადაგვეკიდნენ ხო წარმოიდგინეთ რომ მოლდოვას ისიც კი არ მოსთხოვეს რომ დსთ-დან გამოსულიყო და ჩვენი მთავრობა ამტკიცებს ამას აი ეს ამ სისულელეს რომ ჩვენ გთხოვდნენ ომს აი ძალიან ტრაგიკულია ის სიტუაცია რომელშიც სამწუხაროდ ჩვენი სახელმწიფოა აღმოჩენილი აი ამ ისტორიის მართლაც გზასაყარზე ერთი რამ სწორი თქვა კობახიძემ რომ სოფლიოში ისეთი ცვლილებები მიმდინარეობს რომელზედაც ფეხის აყოლა რომლის გაგება და გააზრება უმნიშვნელოვანესია დანარჩენი ყველაფერი იყო მცდარი ის რომ ქართულმა ოცნებამ რამეს გაუგო რომ ქართულმა ოცნებამ რაიმე კარგი შეძლო გაეკეთებინა საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. და რატომ იცით? იმიტომ რომ ეს გარე ჩარევები და აი ეს გარე ზეწოლა, რომელზედაც ქართული ოცნება საუბრობს, სამწუხაროდ არის ზეწოლა ქართულ ოცნებაზე, რომელიც დრაკონულ კანონებს ღებულობს 21 საუკუნეში. ქართული ოცნება რომ სარგებლობდეს მაღალი ლეგიტიმურობით, ხალხის მართლაც უმრავლესობის მხარდაჭერით ის აბსოლუტურად სხვა პოლიტიკას გაატარებდა დღეს. ის გაატარებდა მართლაც რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკას. მე ხაზს ვუსვამ, რომ პრაგმატულ პოლიტიკას ქართული ოცნება დღეს არ ატარებს. პრაგმატული მისი პოლიტიკა არის რატო არ ქვია გეტყვით ახლა. პრაგმატული მათი პოლიტიკა არის ერთადერთი რამის გამო. საკუთარი სკამის გადასარჩენად ეს პრაგმატული პოლიტიკაა. მაგრამ ქვეყნის ინტერესებს ის პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს, ვერ იცავს. რატომ? იმიტომ რომ აი რასაც ქვია, საწყისია საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლის, გნებავთ ეს რეალიზმი იყოს, იმიტომ რომ რეალიზმის ბევრი აპოლოგეტი ყავს დღეს ქართულ ოცნებას, ხომ, რომლებიც ამბობენ, რომ რა ვქნათ რეალიზმის მიხედვით პრაგმატულად იქცევა, ხო? სწორედ რეალიზმის მიხედვით იქცევა არა პრაგმატულად, როდესაც აქცენტს აკეთებს იმ ქვეყნის კეთილნებაზე, რომელიც მის ადგილას სამ დამოუკიდებელ სახელმწიფოს ხედავს. როდესაც ის ყველანაირად თავის საგარეო პოლიტიკით მარტო რჩება აგრესორის და ოკუპანტის წინააღმდეგ და უბრალოდ წარმოუდგენია, რომ იცი რა, რუსეთს არ მოუნდება შენი დაპყრობა. საერთაშორისო ურთიერთობების და რეალიზმის, ხომ, თავარი პარადიგმა რაში მდგომარეობს? მდგომარეობს იმაში, რომ აკეთებს დაშვებას, რომ ქვეყნები მოქმედებენ საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად და თავარი ეროვნული ინტერესი არის დამოუკიდებლობა. ბუნებრივია, შენ თუ მონობა აირჩიე, მაშინ შეიძლება ჩათვალო, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა ეს არის პრაგმატული პოლიტიკა, ხო? ანუ თუ ჩათვალე, რომ შენ მზად ხარ ისეთივე პროვინცია გახდე რუსეთის, როგორც დღეს არის დამონებული ჩეჩნეთი, ხო? მაშინ შენ სწორად იქცევი ნამდვილად. თუ შენ მზად ხარ იმისთვის, რომ დირექტივები მიიღო მთლიანად სხვა ქვეყნისგან, მაშინ სწორად იქცევი თუ ხარ ქართული ოცნება. მაგრამ ყველა სხვა შემთხვევაში, რასაც უნდა აკეთებდე, ეს არის რომ აკეთებდე კულტივაციას. ისეთი ურთიერთობების და პარტნიორობის, რომელსაც მანამდე ცდილობდა რომ გაეკეთებინა ქართული ოცნება, მანამდე ცდილობდა რომ გაეკეთებინა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მანამდე ცდილობდა გაეკეთებინა ედუარდ შევარდნაძის მთავრობა, ხო? ანუ აი ეს თანმიმდევრულობა, რომელიც საგარეო პოლიტიკას გააჩნდა ქართულ რეალობაში, სრულიად განსხვავებული რეჟიმების დროს დღეს ირღვევა ერთადერთი ირაციონალური პოლიტიკის გამო, რომელიც არის საკუთარი სკამის ნებისმიერ ფასად შენარჩუნება. მათ შორის ქართული ხალხის ინტერესების ხარჯზე. და აუ, ყველაფერზე თავს უქმნევენ, როგორც ნახეთ, ხო? იცით რა არის? აი მე ვიტყოდი, რომ ალბათ მათ მიაჩნიათ, რომ მათი ჩანაცვლება ძალიან ადვილია, ძალიან ბევრი არის მედროვე
და ძალიან ცოტა არის რაოდენობა იმ ადამიანების, რომლებიც იტყოდნენ უარს, ვთქვათ, აი იმ პოსტებზე, რომელსაც ისინი დღეს იკავებენ, ხო? აქედან გამომდინარე, მე მჯერა, რომ ბევრ მათგანს მიაჩნია, რომ აი მიკროდონეზე, ხომ თავიანთ დონეზე შეძლებს იმას, რომ ყოველ შემთხვევაში შემდეგ ახალ ხელისუფლებას გაუადვილოს სწორ რელსებზე დაბრუნება. იმიტომ რომ მე ვიცნობ ხარ რამდენიმე მათგანს ზოგს ძალიან ახლოს და ვიცი რომ ისინი ნამდვილად საქართველოს გულშემატკივრები და პატრიოტი ადამიანები არიან. რა მაგრამ ეგ ხო რაღაცა თავის გამართლებას ის არ არის, რა ქვია. არა, იცით რა არის? გამოძებნელი არგუმენტი ასე თქვა. მეც ვიტოვებ რომ ეს არის რაც ხდება მან უმრავლესობის შემთხვევაში. იმიტომ რომ წარმოუდგენელია დღეს რომ ქართული ასე ვთქვათ დიპლომატიის წარმომადგენლებს რომლებიც საგარეო საქმეთა სამინისტროს კადრი არიან ხო არაფერი ევროკავშირში განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში არიან ელჩები ფაქტობრივად უვადო შეებულებად თან ევროპაში ცხოვრობენ სახელმწიფო უხდის ფულს და თან საქმე არ აქვს არაფერი იმიტომ რომ შეწყვეტილი გვაქვს ყველანაირი ურთიერთობა ხო ევროკავშირთან ხო პირდაპირ დირექტივაა ხო ობახიძემ თავიდანვე განაცხადა, რომ არ აინტერესებს ევროკავშირთან არანაირი ურთიერთობა და ჩათვალა, რომ ევროკავშირი უნდა გავიგოთ ისე როგორც უნივერსიტეტი, სადაც უნარჩვევებს რო აბარებს, ის იძულებულია რომ მიგიღოს. და ესე არ არის, ხო? ეს არის ორგანიზაცია, რომელშიც ღებულობენ მაშინ თუ შინაარსობრივად იზიარებ იმ ღირებულებებს, რომელიც მას გააჩნია და მთავარი მათ შორის არის ის, რომ ხელისუფლება მუდმივი არ არის. ის წარმავალია. როდესაც ხალხს არ მოსწონხარ, უბრალოდ უნდა წახვიდე. არ უნდა თქვა, რომ იცი რა, მე მეცენატის პარტია ვარ და ამდენი ხანი უვლიდი მსახიობებს, მწერლებს და ასე შემდეგ მე ავაშენე სამება ან რაიმე სხვა და ამის გამო მუდმივად უნდა ვიყო ხელისუფლებაში. ეს არ არის ის ფორმა, რომლითაც თანამედროვე სახელმწიფო უნდა იმართებოდეს. თუმცა ზოგიერთს გონია მართლა ახლა, როდესაც თუ გახსოვთ თქვენ 2011 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი იწყებდა კამპანიას და მას კითხეს, რომ რანაირ დემოკრატიას აშენებთ, მან თქვა, რომ არ არის საჭირო ოპოზიციური პარტიების არსებობა, თუმცა ზუსტად არ ვიცი, როგორ იქნება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ პოლიტიკა ჩემთვის უცნობია, მაგრამ მე ვიქნები ყველაზე დიდი ოპოზიცია. აი ესეთი ნაივური, მიამიტური ერთი შეხედვით დამოკიდებულება ქონდა იმასთან, თუ რა არის პოლიტიკა და რა არის თანამედროვე სახელმწიფოს მართვა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის იმ დუხჭირი მდგომარეობიდან გამომდინარე, სადაც ეკონომიკური რესურსი არ არის მრავალფეროვანი, ის ახერხებს, რომ აი ამ სიპების და რაღაცეების შექმნით, სადაც ადამიანები, აი 30 ადამიანია მიტოვებულ სასაფლაოზე დასაქმებული, ამით შეძლოს ხელისუფლების შენარჩუნება, მაგრამ მეორე ვიცი ხო, მაგრამ მეორეს მხრივ ნახეთ. მეორეს მხრივ სტატისტიკამ გამოაქვეყნა, რომ თურმე 5 სულიანი ოჯახი საკუთარ თავს უნდა ინახავდეს 500 ლარის ოდენობის ხელფასს. ეს რას ნიშნავს ისიც, რომ ეს ხელისუფლება უკვე მალე იტყვის, რომ 500 ლარი თუ გაქვს შემოსავალი 5 სულიან ოჯახს, ხო, არაფრით აღარ დაგეხმარება და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ფასების ზრდის შემდეგ 500 ლარი დღეს რას ნიშნავს. ერთ ადამიანს არ ეყოფა, რომელსაც აი წარმოიდგინეთ, ქირაც კი არაა გადასახდელი. იმასაც კი არ ეყოფა 500 ლარი. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც არავინ და არაფერი არ აინტერესებს მოგებული ტენდერების გარდა, ბიტკოინის ქარხნების გარდა და კოლცენტრების გარდა, რომლებიც ევროპაში მდიდარ პენსიონერს საწყალ მოხუცებულებს ატყავებენ. ეს არის შეიძლება ეს ყველაფერი ახლა მივიდეს უვიზო მიმოსვლის გაჩერებამდე. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა შეიძლება თავისუფლად მივიდეს ამის გაჩერებამდე და შეჩერებამდე მაინც, შეწყვეტამდე არა. და შეჩერებას არ ჭირდება როგორც მოგეხსენება შეჩერება რამდენხნიანი იქნება ვინ იცის ხო არავინ არ იცის ხო ავტორიტარი ურბანის მხარდაჭერა ნამდვილად არ დასჭირდება ამას და ჩვენი უნგრელი და ასე ვთქვათ ქართველების ბობა ალბათ გაგრძელდება მე უკვე იმაზე წუწუნში რომ რა უსამართლო ყოფილა თურმე ევროკავშირი რომ აი ესე მოიქცა და რეალურად რაც ხდება ეს არის რომ თითოეული ნაბიჯი თითოეული რეპლიკა ის რომ ბრიუსელი გაისმის საგინებელ სიტყვა და არა კრემლი რომელმაც გამოგაძევა ხომ საკუთარი ტერიტორიიდან. აი ეს არის სამარცხვინო ხლაკა ამ ხელისუფლების. არაფერი განსხვავდება ბრიუსელი საბჭოთა კავშირის დროინდელი კრემლისგან. ხო, ანუ ეს არის კიდე ერთ-ერთი ნარატივი რომელსაც. ხო, აი როდესაც შენ ყავს ტროლების, უსინდისო ტროლების ასეთი არმია, აი ესეთი იდიოტობაც კი რომ ბრიუსელი მოსკოვს შეადარო, ხო, შეიძლება გამოგივიდეს რა, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ეს არის საპნის ბუშტივით გასკდება ეს იდიოტური ნარატივი, რომელიც გააჩნია ქართულ ოცნებას. რატო აქამდე არ გასკდა? დადგება დრო და გასკდება. რატო გახდა? იმიტომ რომ როგორია, იცი რომ აი გროვდება ეს ტყუილების ნიაღვარი, ხო, აი როგორც
იმაშია სამოსელ პირველში, რომ აი ლამაზ ქალაქში ავამეტყველეო თქვენთვის ვითომ კეთილმოუბარი დუილიო და მის ბაგეთაგან გადმომავალი მთხლით ვასაზრდოებ აი იმ საზოგადოებას, რომელსაც ვატყვევ. აი ეს არის რაც მოდის იმედი და პოზიტივისგან და აუცილებლად ეს გახდება ნათელი უკვე ყველასთვის ძალიან მალე. იმიტომ რომ შინაარსობრივად ქართული ოცნება რა პოლიტიკასაც ატარებს, ხო? ეს არის აი სტრული პირდაპირ გადაწყვეტილებები ქართველი ხალხის წინააღმდეგ და აქ არის საუბარი რომელიმე ფენაზე. ყველას მიმართ. ეს არის დამღუპველი. მოკლედ გრანდისიმო ხალე გვმართავს, ხო? აბსოლუტურად, კი, რა თქმა უნდა. გრანდისიმო ხალე. კარგით, მოკლედ ასეთი არის სიტუაცია ჩვენ რასაც ვხედავთ აქ, მაგრამ საბოლოო ჯამში რო შევაჯამოთ ეს ყველაფერი, თუ ეხა ეს ფანჯარა დაიხურება კავშირთან, თუ ვიზუმოსვლა გაგვიჩერდა, ამ დიპლომატებმა ხმა არ ამოიღეს, იმიტომ რომ ამ მნიშვნელობა აქვს, როგორც თქვენ თვით მე თუ წავალ სხვა მოვავ და ბარემე ვიყო, ხო, და ახმევდა ამ ლოგიკით. არავინ არ შეებრძოლა და არ გაუწია წინააღმდეგობა, შედეგი რა იქნება? იცით რა, მე მგონია რომ ამ დროს დგება ისეთი მომენტი, როდესაც აი დიქტატურის შემთხვევაშიც კი აი ეს მთავარი პირები, ხო, ელჩები არ არიან მთავარი პირები, ხო, სამწუხაროდ, მაგრამ ისეთი ხალხი, რომლებიც აი სუსში არის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ხალხი, რომელთათვის სხვათა შორის მტერი შევარდნაძის დროიდან მოყოლებული დღემდე ყოველთვის იყო რუსეთი. და ეხლა მათთვის ტრანსფორმაცია ძალიან ძნელია. აი ნახეთ როგორი რაღაცაა თან ქართული ოცნების რიტორიკაში რაც არ უნდა იყოს, რუსეთის მოხსენიებას დადებით კონტექსტში მაინც უფრთხიან, მაინც ერიდებიან. რაც არ იყოს სხვათა შორის მოლდოვაში, ხო? მოლდოვაში შენ ყავს პრორუსული პარტიები, რომლებიც ამბობენ რუსეთი ჯობს. ესენი ამას არ ამბობენ. ესენი კი, რა თქმა უნდა, ოკუპანტია, მაგრამ ბრიუსელი ერევა თურმე შენ საქმეებში, ხო? ანუ რუსეთის რცხვენია თამათ. რუსეთისგან თავს იმართლებენ. უბრალოდ ერთი არის რომ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს, ხო? ამიტომ არის რომ ძირეულად სუსტი მათი პოზიცია. ძირეულად სუსტია იმ უწყებებშიც კი, რაზეც დგარან. ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც გადაწყვეტს უმრავლესობა თქვას, რომ აი ეს აღარ გვინდა და ეს სიგნალი წამოვა, ხო? ერთ წამში დამთავრდება ქართული ოცნების აი ეს თიხის ფეხებიანი გოლიათი, რომელიც არსებობს, რომელიც უღირებულებაა. ხალხის უმეტესობა არ უყურებს ეს ტრაგიკულად, ხო, როგორც თქვენ მაგალითად. რა ამ სიტუაციას? რა ვიცი, აი მე მგონი რომ გაიაზრონ, აი როგორი რაღაცა არის, იცით, აი როდესაც აი ანაკონდას ეძახოდნენ, ხო, ბიძინა ივანიშვილს და მე მეცინებოდა მაშინ რომ რატო ეძახოდნენ ანაკონდას, მაგრამ იდეა ალბათ და ის ანალოგია, რაშიც ამაში მდგომარეობს, ეს არის რომ ის აი თითქოს მიგაძინებს. აი როგორ კლავს, იცი, აი ნელ-ნელა. გეუბნება რომ არაფერი, არა, თვალი გებრი, არა, უბრალოდ გეძინება. არაფერი არ იბრძოლო, არა, ყველაფერი კარგად იქნება და აი ესე ნელ-ნელა ეჩვევი ოდნავ უფრო გაუარესებულ სიტუაციას. ამ პროტესტმა სხვათა შორის ის გამოიწვია, რომ რაღაც ხალხში და რაღაც დროს მიახვედრა მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომ თურმე გვახრჩობენ. ამიტომ იყო ეს უამრავი ხალხი ქუჩაში. ამიტომ იყო, მაგრამ სამწუხაროდ მანდ იქნა ჩვენი მხრიდან, პოლიტიკოსების მხრიდან გარკვეული შეცდომები დაშვებული, რომელსაც პირობას ვდებთ, რომ აღარ გავიმეორებ. რა შეცდომები? შეცდომები რომ ვთქვათ, მე უკვე მეორე მხარეც გაიგებს. რა შეიძლება საქმე. მაგრამ არსებობს გეგმა, რომ ასეთი სიტუაციის დადგომის შემთხვევაში ქართულ ოცნებას უკვე ძალიან გაუჭირდება. გასაგებია, ნახოთ რა როგორ იქნება. მადლობა, ბაკურ კვაშილავა იყო ჩვენი სტუმარი, თავისუფლების მოედანის ერთ-ერთი ლიდერი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე, მე ხვალამდე გემშვიდობებით.